რა არის საჭირო წარმატებული კარიერის მოსაწყობად? საკმარისია თუ არა კვალიფიკაცია, გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ სასურველი კადრი იყოთ ყველა კომპანიისთვის. როგორც ჩანს, არა. თანამედროვე ფსიქოლოგია წარმატების მთავარ საიდუმლოდ ემოციურ ინტელექტს მიიჩნევს. მაკაცხვედიანი სიუჟეტში განგიმარტავთ. ტერმინი ემოციური ინტელექტი 90-იან წლებში გაჩნდა. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ის განმარტებულია როგორც უნარი, გესმოდეს საკუთარი და სხვისი ემოციები, შეგეძლოს მათი მართვა და გარშემომყოფების თანაგრძნობა. ემოციური ინტელექტის ხარისხი არ დგინდება ადამიანის ზოგადი ინტელექტის მაჩვენებლით. მეტიც, ამერიკელი ფსიქოლოგის დენიელ გოულმენის თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატებას ყველაზე დიდწილად სწორედ ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს. ადამიანს შეიძლება არ ქონდეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი ინტელექტის, ისეთი როგორც თქვა ჰქონდა ეინშტეინს, მაგრამ ძალიან წარმატებული იყო. კარგად ხელმძღვანელობდა კომპანიას, კარგი მენეჯერი იყო, კარგად მართავდა ადამიანების, ასე ვთქვათ, კოლექტივს, კარგი ინტერპერსონალური ურთიერთობები ჰქონდეს და კარგი კომუნიკაციას ამყარებდა. აღმოჩნდა, რომ აი ეს ბევრად დამოკიდებულია ემოციური ინტელექტზე. ემოციური ინტელექტის მაღალი მაჩვენებელი განსაკუთრებით გადამწყვეტია ხალხმრავალ დაწესებულებებში, ან ისეთ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომლებს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა უწევთ. ეს მაჩვენებელი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საქმის შესრულებისთვის საჭირო უნარები და ცოდნა. ეს ასპექტი ძალიან მრავალფეროვან საკითხებზე ახდენს გავლენას. დაწყებული აკადემიური წარმატებით, სამსახურში წარმატება, ურთიერთობების მართვა და ურთიერთობები შეიძლება იყოს ძალიან ფართო სპექტრის, დაწყებული პირადი ოჯახური ურთიერთობებით, მეგობრული ურთიერთობებით, სამსახურში და პროფესიული ურთიერთობები, რაც ეს ყველაფერი არის შემადგენელი ადამიანის კეთილდღეობის. სოფო ძაგანია იუსტიციის სახლში მუშაობს. დატვირთულ და სტრესულ სამუშაო განრიგს თავი ეფექტურად რომ გაართვას, სოფო ისევე როგორც იუსტიციის სახლის სხვა თანამშრომლები სისტემატურად გადის ემოციური ინტელექტის ასამაღლებელ სპეციალურ კურსებს. პირველ რიგში ოპერატორი აუცილებლად უნდა იყოს გაწონასწორებული ადამიანი, უნდა შეეძლოს მართოს თავისი ემოციები და შეეძლოს სტრესულ სიტუაციაში მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. ემოციური ინტელექტი კორექტირებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ექვემდებარება. ემოციების ფლობის უნარი როგორც საკუთარ თავზე მუშაობით, ისე სპეციალური კურსების დახმარებით მიიღწევა. როგორც იურისტი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ვინაიდან მიწევს ადამიანებთან ხშირად ურთიერთობა, ვაკონტროლო საკუთარი ემოციები, ვინაიდან როგორც ქართველების უმრავლესობა გახვალთ საკმაოდ ემოციური, უპირველესად მუშაობ საკუთარ თავზე. ეს არის პირველი. ადამიანმა უნდა მოინდომოს, რომ იყოს ემოციურად, კულტურულად განვითარებული. როგორ ამოვიცნოთ ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი? ეს ადამიანები სარგებლობენ სხვა ადამიანებს მაღალი ხარისხის ნდობით, სიმპათიებით. ყველას უნდა ასეთ ადამიანებთან მეგობრობა, ასეთ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. ძალიან კომუნიკაბელურები არიან, რომლებიც აი ემოციური ლიდერები არიან. აი ხო, არის რაღაც არაფორმალური მეგობრების ჯგუფიც კი, ხო? აი ყველაზე მეც ვისაც ასე ვთქვათ შეუძლია რომ თქვენი ემოციებზე იმოქმედოს, კარგ ხასიათზე დაგაყენოთ. როგორც ფსიქოლოგს ასე მიმართავენ ხოლმე უზიარებენ თავის გასაჭირს. ეს არის ზუსტად ემპათია, ანუ სხვისი ემოციების გაგების უნარი. ისინი არიან გენერატორები ახალი იდეების, ახალი საქმის, ახალი წამოწყებების და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანები ორგანიზაციისთვის დიდ ღირებულებას ქმნიან. ისინი წონასწორობას ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ინარჩუნებენ. მსოფლიოში ემოციური ინტელექტის მიმართულებით დღემდე არაერთი კვლევა ტარდება. მათი უმრავლესობა ცხადყოფს, რომ წარმატებული ცხოვრების მთავარი წინაპირობა სწორედ ემოციური ინტელექტის მაღალი მაჩვენებელია.